რეზოლუცია უგულავასა და გეზერაშვილის საქმის მტკიცებულებად დაერთო ეს მოთხოვნა დაცვის მხარემ დააყენა მოსამართლემ განმარტა რომ დოკუმენტი უშუალო შეხებაში საქმესთან არ არის თუმცა ირიბად უკავშირდება ბრალდებულებებს ის ვინაიდან ამ დოკუმენტებში ისინი მოხსენებულნი არიან მოსამართლის გადაწყვეტილებით ევროსაბჭოს რეზოლუცია საქმეში ჩაიდება და გამოკვლეული იქნება სხვა დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე რეზოლუცია გუშინ გამოქვეყნდა რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრებებზე კვლავ გაგრძელდება ბრალდების მოწმეთა დაკითხვა. როგორც მოგეხსენებათ, ყველა დაკითხვას წითელ ხაზად გაძლევს პოლიტიკური мотиваცია. განვლენადაც ყველა მოწმეს ეკითხებიან, რომელ პოლიტიკური პარტიის წევრები იყვნენ, რა საქმიანობას ახორციელებდნენ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ და ასე შემდეგ. ფაქტიურად მოწმეთა დაკითხვები იძლევა იმის ილუსტრაციას, რომ სახეზე არის გიორგი უგულავას პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პროცესი და ეს ასე რომ არის და არა სხვაგვარად ევროსაბჭოს უახლოეს დღეებში მიღებული რეზოლუციაც ეს განახდება გიორგი უგულავას და დავით გეზერაშვილის ბრალდების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაგრძელებთ მტკიცებულებად და გამოკვლევად დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავკითხავთ 10-ზე მეტ ეგრეთ წოდებულ კოორდინატორს, რომლებიც ფიქტიურად გამოგვიყვნენ თბილისის ჯგუფში. მათ ჩვენებებით სასამართლოს წინაშე უთხოვრად დადასტურდება ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პირებს თბილისში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია და ხელფასი იყრიდნენ მხოლოდ რაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში.